პატრიარქს ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა ხელოვნებას და კულტურას. და სწორედ ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენელი რეჟისორი ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ მერაბ. მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონ მერაბ, ვიხსენებთ პატრიარქს. ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ გვყავდა არაერთი სტუმარი და მოვუსმინეთ არაერთ ადამიანს, რომელსაც თავისი დამოკიდებულება ჰქონდა პატრიარქთან. მე მინდა კითხოთ, თქვენთან დაკავშირებით, თქვენი ურთიერთობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და საინტერესოა პირველად როდის შეხვდით და რა ვითარებაში? პირველად ეს იყო 1977 წელს, როდესაც ის პატრიარქად იყო ნაკურთხები. სიკეთით სავსე შეხვედრა იყო ახალგაზრდა ადამიანისა, ჩემზე სულ 2 წლით უფროსი იყო ის. ადამიანის უღრმესი დამოკიდებულებით ყველაფრის მიმართ, იცით, ეს ალბათ უმთავრესი იყო და იქნებ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ალბათ სწორედ უწმინდესი ილია მეორე იყო ის ადამიანი, რომელსაც მოახერხა უმძიმეს სიტუაციაში უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თქვათ ჩვენ ისტორიაში ხშირად ყოფილა, თუმცა იშვიათად განუხორციელებიათ. ალბათ ჩამოთვლა შეიძლება ადამიანების, ვინც მოახერხა და ის, რაც საქართველოსთვის ყველაზე უმთავრესი იყო, განახორციელა. ილია მეორე სწორედ ესეთი ადამიანი იყო, ბედნიერი იყო ამ თვალსაზრისით. როგორ გითხრათ, პირველი შეხვედრა ეს იყო. ბატონო მერაბ, ვიცით რომ კინო განსაკუთრებულად უყვარდა და ხომ არ გაიხსენებთ რაიმე ისტორიას ამასთან დაკავშირებით? თქვენს კინო გადაღებასთან როგორ არა, იყო როგორც კინო გადაღებასთან, ისე საერთოდ კულტურასთან დამოკიდებულებაში შეხვედრები ჩვენი. თუმცა ზოგი, ასე ვთქვათ, განხორციელდა, ზოგი ვერ განხორციელდა. შემიძლია გითხრათ, რომ პერიოდი იყო, როდესაც მე სატელევიზიო ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი და მაშინ ძალიან ბევრი ფილმი იყო გადაღებული სწორედ მისი, ასე ვთქვათ, დიდი ხელშეწყობით და დახმარებით ქართულ ქრისტიანობასთან დაკავშირებით, ქართულ ისტორიასთან დაკავშირებით. იყო ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივად ზუსტად ესმოდა რა მნიშვნელობა კულტურას ქვეყნის განვითარებისთვის და ეს ყველაფერი სწორედ ქრისტიანული, ასე ვთქვათ, იმ სასაფუძვლო პრინციპებიდან მოდიოდა და ისე უბრალოდ ახორციელებდა ამას, ვერ წარმოვიდგენთ, ესე იგი ის, რაც დაკავშირებული იყო თავისთავად ცხადია სახარებასთან, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ეს ვითარცა თავი შენი სულ გადმოდიოდა ნებისმიერ ადამიანზე და ნებისმიერ საქმეზე, რასაც ისაკეთებდა. მარტივი მაგალითი შეიძლება მოვიყონ. თქვენ ყველა ალბათ ნამყოფი ხართ წინანდლის მუზეუმში, ჭავჭავაძეების მუზეუმში, ხო? მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც უმძიმესი პერიოდი იყო საქართველოში და მუზეუმები საერთოდ იღუპებოდნენ, ინგრეოდა რაღაცები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პერიოდში ერთ დღეს ჩვენ მასთან აღმოჩნდით, სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც წინანდლის მუზეუმის გადარჩენის თაობაზე იყო. და გამოჩნდა ადამიანი, კერძო პირი, რომელმაც თქვა, რომ მე შემიძლია მოვუარო ამ მუზეუმს. ამ დროს სახელმწიფო მუზეუმია. მე სულ ვეჭვობდი, ესე იგი სახელმწიფო მუზეუმია, როგორ მოულის ერთი პირი და მივიდეთო მე უკვე უწმინდესთან. მივედით უწმინდესთან და დაფიქრდა.
ადამიანი რომელსაც გამოვლილი აქვს მთელი საბჭოთა პერიოდი იცის რა არის კოლექტიური დამოკიდებულება და რა არის ინდივიდი ადამიანი და თქვა რომ იცით ეხლა ის დროა როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანის თავისუფალი ადამიანის დამოკიდებულებაზე და მისთვის ნდობის გამოჩენაზე და უფლებების მიცემაზე და თქვა რომ აბა ათეული წლებით გააკეთეთ ეს ამბავი ხელშეკრულება მათთან და ვნახოთ რა იქნება. დღეს შემიძლია გითხრათ რომ წინადლის მუზეუმი ერთ-ერთი უბრწყინვალესი ადგილია სადაც მთელი მსოფლიოსგან ტურისტები და დაინტერესებული ადამიანები ჩამოდიან და ხედავენ იმას რომ თურმე საქართველოს როდის ქონია ეს ურთიერთობები და სიყვარული და თავისუფალი დამოკიდებულება ქვეყანასთან. აი მან მიიღო ეს გადაწყვეტილება ბაში. ისე რომ როგორ გითხრათ იცით იმდენი რამე იყო რაზეც არ შეიძლება რომ ეხლა არ ვიფიქრო. აი ქართული საეკლესიო ზარები ავიღოთ ჩვენ. იცით რომ ეს პრინციპში მისი გადაწყვეტილია რომ იქ გარკვეული ხმოვანება უნდა იყოს რომელიც ახლო არის ქართულ მრავალხმიანობასთან. მოიყვანა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი შესანიშნავი კომპოზიტორი. ნოდარმა ყველაფერი გააკეთა დღეს ის ჟღერს ეს ჟღერს ყველაფერი. დღეს ეს ჩვენი საგანძურია ნამდვილად. წარმოიდგინეთ როგორ აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მის შემოქმედებაზე საგალობლებთან დამოკიდებულებაზე ყველაფერს საოცრება იყოს. ესე იგი თქვენ რამდენიმე მიმართულებაზე ისაუბრეთ. ერთია, როდესაც ქვეყნის სულიერი მამა სულიერად აძლიერებს ერთს და მეორე არის რომ თავისი შემოქმედებით ტოვებს ღირებულებას. მე მინდა გკითხოთ მის დამოკიდებულებაზე კონკრეტულად კინოსთან დაკავშირებით. ვიცი რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ფილმები, ჩვენ წინასტუმართანაც საუბრობდით მუსიკაზე და კინოზე, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ რომ თქვენთან უშუალო კომუნიკაციაში გქონდა ამაზე საუბარი მის გემოვნებაზე, ასე ვთქვათ, კინოსთან დაკავშირებით. იცით, მახსოვს რომ ქართული ფილმების სანახავად მოდიოდა ხოლმე ის კინო აკადემია ქვია ახლა იმ დარბაზს. კინოთეატრ უყვარდა მასთანაც თავისთან ნახვა ფილმების, მაგრამ ერთი ამბავი შემიძლია გავიხსენო, იცით. ჩვენ ერთ დღეს მთხოვეს რომ მივსულიყავი მასთან. მითხრა რომ ერთი იდეა გვაქვსო ჩვენო. ქართველი მეფეები, რომლებიც რუსეთში არიან გარდაცვლილი, ასტრახანში არიან, მაგალითად სულხან საბაურბელიანი მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში იყო დაკრძალული, ახლა ნახევრად არც კი ვიცით დაახლოებით კედელს ამბობენ, სადაც არის მისი საფლავი, მაგრამ ზუსტად არ იციან. აი მე მინდაო რომ ჩვენო ჩამოვასვენოთ საქართველოში მათი წმინდა ნაწილებიო. ღმერთო რა საინტერესოა უცხარი და დავჯექი და ვიფიქრე ამ სცენარზე ყველაფერზე. და მე ამის შემდეგ ხვდებოდით და ის თავის მოსაზრებებს ამბობდა. ერთ-ერთი მოსაზრება საოცარი იყო. როგორ ფიქრობო? როგორ უნდა გადმოვასვენოთ იცო, რა სახით? მე ვფიქრობდი, გიფიქრი აი იმაზე რომ ისინი ციდან უნდა ჩამოფრინდნენ. ღმერთო, ეს ხო საოცარი ასე ვთქვათ გზა არის, რომელიც ხერხი რომელთაც შეიძლება მართლა ეს განხორციელდეს. რასაკვირველია უთხარი, ყველაფერი ეს გავაკეთე. მე ჩვენი ერთ დღეს დამირეკეს ისე მითხრა რომ რუსეთმა არ მოგცა ამის საშუალება. არა ასტრახანში უნდა იყვნენ ის ქართველი მეფეების წმინდა ნაწილები. აი ასეთი რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას და მე მინდა აუცილებლად გითხრათ რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უმძიმესი სიტუაციები დიდ ქვეყნებთან მოგეხსენებათ და მისი ბრძოლა ეს ხომ იყო უაღრესად ჰუმანური ადამიანი. ამ დროს ცოტა ხისტიც იყო ხანდახან იცით. მისი ბრძოლა ავტოკეფალიის ეს იყო უდიდესი ბრძოლა, რომელმაც საბოლოო ჯამში ის აღადგინა, რაც საქართველოს ეკუთვნოდა, თორემ მე კარგად ვიცი ეს ამბავი დედასგან ვიცი და ჩემი წინაპრებისაგან, რომ
სემინარიაშიც კი თბილისის სემინარიაში ქართულად ლოცვებს არ აკითხებდნენ ბავშვებს. წარმოიდგინეთ, ესე იგი პირდაპირ სახარებაში არის ნათქვამი რომ და ბიბლიაშიც რომ ლოცვა საკუთარ ენაზე უნდა იყოს ყოველთვის საკითხული. მით უმეტეს როდესაც საქართველოზე საუბრობთ. აი ეს ყველაფერი ეს საშინელება რაც იყო დაკანონებული კანონით, ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერიის კანონებით მოახერხა და დაანგრია. შემდეგ საბჭოთა კანონი. აი როგორი ადამიანია. კი, და ბატონო მერაბ უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენად რთული იყო მაშინ იმ პერიოდში, აი ამ ბეწვის ხიდზე გაულა და გასვლა, მაგრამ სწორედ ეს იყო მისი განსაკუთრებულობა, რომ თავისი საქმით მიაღწია იმ შედეგს, რისთვისაც უნდა მიაღწია. დიახ, ფილმს რა დაუბრუნდეთ, ხო გაგანდოთ რამე საყვარელი ფილმი რომელი იყო მისი? ისიც არასოდეს არ უთქვამს. საინტერესო. ჩემთვის. არასოდეს არ უთქვამს, მაგრამ თქვენ ახლა ძალიან სერიოზული საკითხი დააყენეთ, იმიტომ რომ უბრძნესი ადამიანი იყო. მე ყოველთვის მახსენდება 9 აპრილის ამბავი, მისი გამოსვლა. ესე იგი, ყველანაირად შეეცადა რომ სისხლი არ დაღვრილიყო. მისი განცხადება ფანტასტიკური იყო. მან იცოდა მშვენივრად რომ ეს სისტემა რომ საბჭოთა დაინგრეოდა ის აუცილებლად, მაგრამ ხომ ხედავთ იმ ნაბიჯს მიაწოდა ის უთხრა რომ შევიდეთ ქაშვეთის ეკლესიაში, ესე იგი სულიერებას რწმენას შეეძლო სიცოცხლე გადაერჩინა. დღეს სხვა შორის საკითხდა იმის შესახებ რომ ის ადამიანები აუცილებლად რაღაც გარკვეული ჯილდოთი გახსენებით იყვნენ და ამაზე წერილიც კი მოაქვს ინტელიგენციის გარკვეული ნაწილი წერილი ხელისუფლებისათვის რომ ვინც დაიღუპა მაშინ ყველანი ვახსენოთ და დაჯილდოვდნენ კიდეც. კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მე. ეხლა არის 1700 წელი ქრისტიანობისა საქართველოში. 1700 წლის წინ მოინათლა ჩვენი ერი. და იმის შემდეგ არის ეს ყველაფერი, რასაც ილია მეორე და ბევრი ჩვენი წინაპარი ახორციელებდა და ეს წელი კიდევ ის წელია გამეორება იმისა, რომ გავახსენოთ ვინ ვართ ჩვენ, როგორები ვართ ჩვენ, რამ მოგვიტანა ყველაფერი ეს, რა იყო მხოლოდ და მხოლოდ ფათ პირდაპირ როგორ გითხრათ, აი როგორც ისე მოტანილი, როგორც არა რეალობა, არამედ მითი. დღეს 21 საუკუნეა და უკვე აუარებელი მითი რეალობის სახეს იღებს. აი ყველაფერი იმის შესახებ, რაც თითქოს მითი იყო და შეიძლება რეალობა ყოფილიყო ისე, როგორც ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მან ხელუხსნელი ხატი, სახეზე მიიდო და ხატი იყო. დღეს თქვენ კომპიუტერში ყოველთვის შეგიძლიათ იგივე გასოცხრებული ადამიანი გააკეთოთ. რატო არ უნდა დავიჯერო, რომ ეს უნარი მას ჰქონდა? აი ამის შესახებ ყველაფერზე ისე სადაც ისე უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი გრჯეროდა როგორც რეალობა. უაღრესად სიღრმის და სულიერების მატარებელი და ამავე დროს კონკრეტულ რეალობაში გადმომტანი ადამიანი. ბატონო მერაბ, მე მინდა გკითხოთ, ჩვენ საუბრობთ ხოლმე ხშირად, რომ პატრიარქს ჰქონდა მოწოდება საზოგადოებისთვის, ბევრი ისეთი ფრაზა, რომელსაც ჩვენ დღეს უკვე ოქროს ფრაზებს უწოდებთ და მუდმივად უნდა გვახსოვდეს, მაგრამ თქვენი აზრით, რა არის პატრიარქის მთავარი ანდერძი, რაც მან დაგვიტოვა ჩვენ, რაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ როგორც ქართველმა ერმა? და რა თქმა უნდა, რაც უნდა მივყვეთ. ერთი ფრაზა მახსოვს მის მიერ ნათქვამი. თავისუფლება და თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ადამიანი მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ყოველთვის დაამატებდა. არა უსაზღვრო თავისუფლება. ესე იგი, ჩვენი ვცნობდა, რომ არსებობს ყველაფერში ზღვარი, რომელსაც სულიერება უნდა, ასე ვთქვათ, აჩერებდეს. ამიტომ უსაზღვრო მე მახსოვს, რომ ასე მითხრა. კი ბატონო.
კი ბატონო, და მთავარი ალბათ ჩვენც ვფიქრობთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თითოეულმა ჩვენგანმა და მივყვეთ ამ სიტყვებს. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველაზე მეტად საფიქრალი დღეს სწორედ ეს არის. მან ეს დაგვიტოვა, გუში მთელი დღე უაღრესად მძიმედ ვიყავი. და აი სწორედ იმის შემდეგ, რაც ავიხსენე, რომ მან მე ჯვარი მაჩუქა, ეს ჯვარი მე ხო გულზე მაქვს ყველაფერი, დავხედე, ვემტყვიე და მივხვდი იმას, რომ ყველაზე მეტად რაც მას გაახარებდა და საერთოდ ჩვენ ქვეყანას გაახარებს არის ის, რომ ერთმანეთს უყუროთ თვალებში, ერთმანეთს გავუგოთ. შეიძლება მე სხვას ვფიქრობდეთ, თქვენ სხვას ვფიქრობდეთ, მაგრამ მოგისმინო და ერთად მოვნახოთ ის გზა ჭეშმარიტებისკენ, რაც მას ყოველთვის უნდა და ჯეროდა რომ ის მიგვიყვანს ჩვენ იქამდე, რასაც ცივილიზებული, თავისუფალი, მშვენიერი, სულიერად წავსე საქართველო იქნებოდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ნამდვილად ძალიან ემოციური ინტერვიუ გქონდათ.